გამარჯობათ. მე ვარ მინდია გაბიჩვაძე და თქვენ ხართ პოდკასტზე Mindset მინდია გაბიჩვაძესთან. და დღევანდელი გადაცემა როგორც ყოველთვის მე რიცით რამაც დამაწყებინა ამ პოდკასტის გაკეთება, რომ გამეზიარებინა ჩემი პირადული, ჩემი პროფესიონალური კვლევები, თეორიები ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს არის შფოთვა და პანიკური ატაკები. პანიკური დარტყმა. ეს ძალიან ხშირად არის არასწორად გაგებული, თუნდაც ჯანმრთელობის სფეროს მუშაკებშიც ასევე. ძალიან ხშირად არის, რომ შეცდომით გვაქვს გაგებული, რა ხდება, როგორ ხდება და რა არის ამასთან დაკავშირებით. და მე მინდა დღეს გაგიზიაროთ ზუსტად ჩემი გამოცდილება, პირადული გამოცდილება და ასევე ჩემი პროფესიონალური სწავლა და კვლევებთან დაკავშირებით, რა ვიცით, როგორ უყურებთ, რა ხდება ამჟამად დასავლური ქვეყნები როგორ უდგებიან ამ მდგომარეობას, რა არის მკურნალობა, როდის არის ფარმაკოლოგიური დახმარება საჭირო, როდის არის ფსიქოლოგიური საჭირო, როგორ დავეხმაროთ თუნდაც იმას, ვისაც აქვს შფოთვა ჩვენს ირგვლივ, ან შენ თვითონ, ვისაც ამჟამად გაგიცდია ან გადიხარ ამ პერიოდში ხარ, შენ თვითონ რისი გაკეთება შეგიძლია, რომ შენ თავს დაეხმარო. მე მინდა ეს ყველაფერი ავხსნა როგორც ყოველთვის თეორიულად, მეცნიერებასთან დაკავშირებით, კვლევებთან დაკავშირებით და ასევე შემოვიტანო ჩემი პირადული ექსპერიენსი ამასთან დაკავშირებით. თუ მზად ხართ, მაშინ დავიწყოთ. სტატისტიკურად თუ ამ შევხედავთ ამ მაჩვენებელს შფოთვასთან დაკავშირებით, ძალიან მაღალია, განსაცვიფრებელია იმასთან დაკავშირებით, მით უმეტეს თუ ამას დაუმატებთ, კლინიკურ შფოთვას თუ დაუმატებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურ ამ ემოციურ პრობლემებთან, ნერვიულობასთან არიან დაკავშირებული. აი მაგალითად, ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის მონაცემები გვაჩვენებენ, რომ 10-დან თითქმის 7 ადამიანი შეიძლება ამ მდგომარეობაში იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კლინიკურ შფოთვაში არიან, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რაღაც ნერვიულობა, რაღაც შფოთვას განიცდიან. შფოთვის აშლილობები ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თითქმის ყველა დიაგნოზთან დაკავშირებით. და სასწაული რა არის, რომ შფოთვა არ იცის არც ქვეყანა, არც კულტურა, არც სქესი და ხშირად ასაკიც კი. იმიტომ რომ ჩვენ ამას ხედავთ ბავშვებშიც. შედარებით მსუბუქი და ხანმოკლე სტრესი, რომელსაც ყველა ჩვენგანი განიცდის თითქმის ყოველდღიურად. აი მაგალითად, როდესაც რაღაც გამოცდასთვის ემზადები ან სამუშაოდ გასაუბრებაზე მიდიხარ. მაგრამ შფოთვითი აშლილობები თვეების განმავლობაში შეიძლება გრძელდებოდეს. და რაც უფრო დიდი ხანი მიდის, მით უფრო ძლიერდება. შფოთვა კლინიკურ მდგომარეობად ხდება მაშინ, როდესაც ის გადაჭარბებული, მუდმივი და როდესაც ის ხელს უშლის ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას. მინდა გვახსოვდეს, რომ როდესაც შფოთვაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა არის ის, რომ თითქოს ეს სისუსტეა, ან რაღაც პრობლემა, ან შენ თავს ვერ იჭერ ხელში. სანამ ყველაფერზე გადავალ, ერთი წინადადება მინდა გითხრათ, რომელსაც ბოლოს დაუბრუნდები და დაგანახებთ, რატომ არ შეიძლება ამის თქვა. და ეს არის, რომ არასდროს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არასდროს არ უთხრა იმ ადამიანს, რომელიც შფოთვას განიცდის, რომ დაწყნარდი. არ გეტყვი ახლა პასუხი რატომ? გეტყვი პასუხს, როდესაც ჩვენ დავამთავრებთ, აი შენ თვითონ, როდესაც დაინახავ, რა ხდება შფოთვის პერიოდში ადამიანში. ძალიან გავრცელებული და მცდარი წარმოდგენა არის ის, თითქოს ადამიანს შეუძლია თვითონ დაიჭიროს თავისთავი ხელში. შფოთვა არ არის არც პრობლემა, არც სისუსტე. შფოთვა არის სისტემა. ეს არის ადაპტაციური ემოციური მდგომარეობა, რომელიც მომავლის საფრთხის მოლოდინში არის ორგანიზებული. ფაქტიურად შფოთვა ამზადებს ადამიანს
რომ მზად იყოს აი ეს რაღაც ცუდი რის მოლოდინშიც არიან, რომ ის რომ მოხდება, ამაში იყვნენ მომზადებულები. ის ასევე ამზადებს სხეულს, ამახვილებს ყურადღებას და გვაძლევს საშუალებას სწრაფად უპასუხოთ საფრთხეს. ძალიან ხშირად ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. შფოთვის მქონე ადამიანები თვით მკურნალობას ეწვევიან, რადგან არ იციან უბრალოდ როგორ მიუდგენ, რას მიუდგენ და რა გამოსავალი ნახონ. ძალიან ხშირად ესენი იყენებენ ალკოჰოლს და სხვა დეპრესანტებს. ხშირად გამიგია ესეთი შეკითხვა, რომ მხოლოდ წამალი დამეხმარება? და ეს შეკითხვები უფრო მეტად დავინახე საქართველოში, როდესაც ხალხს ვესაუბრე. მედიკამენტური მკურნალობა ძალიან დიდი წამყვანია ამჟამად საქართველოში, მაგრამ დასავლური კვლევები თუ ამის გაგება გვინდა, ჩვენ გვეუბნება, რომ შფოთვა ძალიან ფართო ქოლგაა და ამასთან გამკლავების გზები არის ძალიან მრავალფეროვანი. ზუსტად ეს მინდა ჩვენ დღეს დავინახოთ, რომ როდის გვჭირდება წამალი, როგორ მივიღოთ წამალი, როგორ მიუდგეთ ფსიქოლოგიურად, ან როგორ მიუდგეთ ჩვენ თავს ჩვენი დახმარებით. ერთი რაღაცის წარმოდგენა მინდა რა, რომ აი ფაქტიურად წამალი არის ის ხარაჩოები, რომელიც გვეხმარება შენობის აშენებაში. მაგრამ შენობა ჩვენით უნდა ავაშენოთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ჩვენ უნდა დავდგათ ის ქვები, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ის ტალახი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. შფოთვას განსაკუთრებულ სირთულას ძენს ის ფაქტი, რომ ის მხოლოდ ერთ სფეროში არ არსებობს. როგორც ვახსენე, ის არის რამდენიმე სისტემის ურთიერთკავშირი. განსაკუთრებით კოგნიტიური, ესე იგი ფიქრების, ფიზიოლოგიური და ქცევითი სისტემების. მოდი დავყოთ ახლა ეს სამივე ნაწილი როგორ ხდება, რანაირად ხდება. კოგნიტიურ პერიოდი, კოგნიტიურად ფიქრების განმავლობაში ის შფოთვა ვლინდება საფრთხის გამძაფრებული შეფასებით. საფრთხე ფაქტიურად არის გადამეტებული და საკუთარ გამკლავების უნარს ვერ ვაფასებთ. აი ზუსტად აქ იწყება ის ფიქრი, რომ აი ეს რომ მოხდეს, რა მოხდება თუ ეს გაკეთდა. რაც გონებას იმ მომავლისკენ ქაჩავს, რომელიც ჯერ არ დამდგარა. მაგრამ ან შეიძლება არც დადგეს, მაგრამ ჩვენ ეს გვეჩვენება, რომ აუცილებლად მოხდება. ფიზიოლოგიურად შფოთვა აქტიურებს ავტონომიურ ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით მის სიმპათიკურ ნაწილს. რაც ამ პერიოდში იწვევს გულის აჩქარებას, კუნთების დაჭიმულობას და სუნთქვის ცვლილებას. ასევე ემატება კონცენტრაციის გაძნელება ამ პერიოდში. ამას ყველაფერს მოყვება ქცევითი სისტემა. ქცევის პერიოდში ჩვენ გვინდა ყველაფრის არიდება. გამუდმებით ვეძებთ დამშვიდებას და უსაფრთხოებისკენ სირბილს. ეს ხანმოკლე შვებას გვაძლევს, ჩვენ ეს ნასწავლი გვაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ციკლი გაქცევა, ქცევითი ციკლი უფრო აძლიერებს. იმიტომ რომ ჩვენ თავარ მიზანს არ უკავშირდებით. საინტერესო რა არის, იცი რომ ეს სისტემები დამოუკიდებლად არ მუშაობენ. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და ერთმანეთს ეხმარებიან, რომ ჩვენ დაგვტოვონ იმ წრეში. სხეული აქტიურდება, გონება ამ აქტივაციას საფრთხედ აღიქვამს და ქცევა ერთვება შემდეგ. წლების განმავლობაში, ან თვების განმავლობაში ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ყოველდღიური ფუნქციონირება. და როდესაც ეს ჩვენ მიგვაჩნია ნორმალურ ფაქტორად, ზუსტად მაშინ იწყება, როდესაც ჩვენ გადავდივართ თვითმკურნალობის სფეროში. აი აქ მინდა უბრალოდ ჩემი გამოცდილება, პირადული გამოცდილებაც შემოვიტანო, რომ დავინახოთ ეს სამი ნაწილი როგორ მოქმედებს. არ მინდა რომ ყველაფერი ლექციით, თეორიულ ლექციად გამოვიდეს და მარტო კვლევაზე ვისაუბროთ.
მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა არის ჩემი ერთ-ერთი სპეციალობა, ვიცი ამის თეორია, ვიცი ფიზიოლოგია, ვკურნალობ ამას, მასზე, მესმის მექანიზმი. მაგრამ საინტერესო ფაქტი ის არის, რომ მიუხედავად ამდენი ცოდნისა, ის იმუნიტეტს არ მაძლევს მე, ეს ცოდნა იმუნიტეტს არ მაძლევს მე შფოთვისთვის. ჩემი პირადი გამოცდილება შფოთვასთვის თეორიული არ არის, ის ნაცხოვრებია. მე ვიცი, რომ გარკვეული ნაწილი ჩემი შფოთვის არის ბიოლოგიური, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ადრეულ გამოცდილებასთან დაკავშირებული. ბავშვობაში წლების განმავლობაში განვიცდიდი ძალიან ძლიერ ფიზიკურ და ემოციურ ბულინგს. როდესაც ვამბობ წლებს, გულისხმობ იმას, რომ არც კი მახსოვს დასაწყისი ან დასასრული, ეს უბრალოდ იყო ჩემი რეალობა და ჩემი გარემო, რომელშიც მე გავიზარდე. ფაქტი ის არის, რომ ასეთი გამოცდილება მხოლოდ მოგონებებს არ ტოვებს. ის აყალიბებს ნერვულ სისტემას. ეს ფაქტორები ასწავლიან ტვინს, რომ სამყარო არაპროგნოზირებულია, სიფხიზლეა აუცილებელი და შენ შეიძლება დაცული არ ახარ. შფოთვა კი არის შეიძლება გენეტიკასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ასევე არის ჩვენ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. შფოთვის აშლილობა ყველაზე გავრცელებული ფსიქიატრიული მდგომარეობაა. დიაგნოსტიკური, არა ის რაც თქვი, დიაგნოსტიკურად დაახლოებით ჩვენი ყველა მესამედი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აკმაყოფილებს ამ დიაგნოზის კრიტერიუმს. გარდა ამისა, შფოთვა ხშირად თანაარსებობს სხვა ფსიქიკურ მდგომარეობასთან, მაგალითად დეპრესიასთან. ბოლო სტატისტიკებით 50-დან 60%-მდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ კლინიკური დეპრესია, ასევე შფოთვას განიცდიან. ეს მდგომარეობა, როდესაც გაერთიანებულია, ძალიან ხშირად სიმპტომებს ამძიმებს და უფრო ქრონიკულს ხდის. რო დაუბრუნდე ისევ ჩემ შფოთვასთან დაკავშირებით, ესეთი ფაქტი მოხდა. წინა კვირას ლექციას ვკითხულობდი სან-ფრანცისკოსთან ახლოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში. ამისთვის მე დიდი ხანია უკვე წლები ვემზადები და მუშაობდი, რომ რაღაც კავშირი მქონოდა ასეთ უნივერსიტეტთან. და ძალიან წარმატებული მომენტი იყო ჩემთვის. მაგრამ შიგნით სულ სხვა რამე ხდებოდა. აუდიტორიის წინაშე დგომა ყოველთვის იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი ტრიგერი. რადგან ის პირდაპირ კავშირშია იმ ადგილთან, სადაც ბავშვობაში თავს ყველაზე დაუცველად ვგრძნობდი. როდესაც კარები დაიკეტა, იმ მომენტში ჩემმა ნერვულმა სისტემამ, კარების დაკეტვამდე სხვათა შორის ნერვულა სისტემა ნერვულ სისტემას არც კი აინტერესებდა ჩემი ხარისხები და გამოცდილება. ის მხოლოდ რეაგირებდა წარსულ ფიქრებზე და ის გადავიდა იმ ბავშვის ტვინში, რომელიც იმ ბულინგს გადიოდა. გულისცემა ამიჩქარდა, სუნთქვაც ცოტა შემეცვალა და ძალიან ნაცნობი შინაგანი ფიქრები, ნარატივი დაიწყო ჩემთან. რომ მე არ ვიყავი საკმარისად კარგი და გამოცდილი და რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ან ვიღაცა დამცინებდა, ან ვიღაცა რაღაც შეურაცხყოფას მომაყენებდა. სწორედ აი აქ ხდება, რატომ მოგიყევით ახლა ეს ფაქტორი, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ რაში მეხმარება შფოთვის ცოდნა. რაში მეხმარება კლინიკური გაგება. მე ვიცოდი და ვიცი, რომ იმას მე რასაც გვგრძნობდი და განვიცდიდი, არ იყო ჩემი მარცხი. ეს იყო საფრთხის აღმომჩენის სისტემის აქტივაცია. განსაკუთრებით ამიგდალა ტვინის ცენტრალური სტრუქტურა, რომელიც ამ პერიოდში პასუხისმგებელია საფრთხის დაფიქსირებაზე,
ეს სიგნალს იძლეოდა. და ეს სიგნალი მოდიოდა მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად საშიშროება არ არსებობდა. აი ამ პერიოდში შფოთვის ადამიანებმა, ვისაც შფოთვა გამოცდილი, უბრალოდ განსხვავების არარეგულაცია ხდება, რომ შენ არ იცი ეს არის ნამდვილი საფრთხე თუ წარმოდგენილი საფრთხე. ამავდროულად აი ეს წინა ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისგებელია რეგულაციის და კონტროლზე, არ არის ჩართული და ვერ აკეთებს დამშვიდებას. კი გენეტიკა თავარია, არის მემკვიდრეობით გამოყოლა ხდება შფოთვის, მაგრამ ბავშვების გამოცდილება და ის გარემო, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, ასევე დიდ როლს იღებს ამაში. გენეტიკა გარკვეულ რომს თამაშობს, თუმცა სწორედ ცხოვრებისეული მოვლენები განს უფრო მეტად აძლიერებენ და მეტად ტრიგერს უკეთებენ ამ სისტემას. აი პირადად შენ რომელიც მისმენ, თუ განიცდი ძალიან დიდ კივილს და ძალიან დიდ ნერვიულობა შფოთვას, ვიცი რომ ეს ძალიან რთული სამართავია. მაგრამ გახსოვდეს რომ ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ შენში რაღაც არასწორად მიდის. ეს იმის ნიშანია, რომ შენი სისტემა ისწავლა შენი დაცვა, მაგრამ ახლა ის ზედმეტად აქტიურია. აი ამ განსხვავების გაგება არის კრიტიკული მომენტი, რადგან ეს განსხვავება ჩვენ გვეხმარება, რომ კითხვა შევცვალოთ, რა მჭირს თუ რას ცდილობს ჩემი სისტემა. შფოთვის პერიოდში ჩვენ ვსვამთ შეკითხვას, რომ რა მჭირს, რა ხდება. და როდესაც აი ამ ინფორმაციას რო გავითვალისწინებთ, ეს ყველაფერი შეიცვლება, რომ რას უკავშირებ, საიდან მოდის ეს. და ზუსტად ეს კითხვა მეხმარება მე რომ დავიწყო შფოთვის გამკლავება. სანამ მე ვისწავლიდი, როგორ ვემუშაო შფოთვაზე. რა არის შფოთვა? შფოთვა აკონტროლებდა ჩემ მთელ ცხოვრებას. ეხლა მე ვაკონტროლებ შფოთვას. კი მე მჭირდებოდა ცოტა ნერვიულობა იმ აუდიტორიის წინაშე რომ მდგარიყავ, იმიტომ რომ თავი წარმომედგინა ისე როგორც საჭირო იყო. ეს თუ არ გაქვს, შეიძლება ძალიან arrogant ყოფილიყავი. მაგრამ რამდენად გაგაკონტროლებს, როგორ შევძელი ამ აუდიტორიაში დგომა, როცა მარტო გაქცევა მინდოდა. როგორ ვახერხებ, რომ ბოლომდე არ დავიკარგო, როცა ფაქტიურად შინაგანად ქარიშხალია და თორნეიდო მიდის ჩემ ორგანიზმში. აი ამის ფაქტიურად გაზიარება მინდოდა თქვენთან. მე ვიყენებ იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც სხვებსაც ვასწავლი. ძალიან ხშირად ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს ყოველთვის არ მუშაობს. ძალიან ხშირად შეიძლება ვერ გაუმკლავდე. აი თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ, იმიტომ რომ შფოთვა ისეთი ძლიერია, რომ როდესაც გადაივლის, ეს ტალღა როდესაც გადაივლის და ბოლოს როდესაც ნაპირზე მოვა, აი როგორც წყალს ყველაფერი უკან მიაქვს, აი ესე ფაქტიურად შენი ენერგიაც უკან მიაქვს. იმდენად გაფიტული ხარ, რომ შეიძლება დღეები ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხო. მოდი გავიწყო, გაგიზიარებ რამდენიმე საფეხურს, რასაც მე ვიყენებ. პირველ რიგში ეს არის, რომ მე ვახდენ პროცესის იდენტიფიკაციას. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ჩემი ტვინი კი არ არის გაფუჭებული, ან რაღაცა ცუდად ხდება. არამედ ეს არის ჩემი ტვინის დისრეგულაცია. ვეუბნები ჩემ თავს, რომ ჩემი ამიგდალა ჰიპერაქტიურია და მხოლოდ აი ამ სისტემების სახელის დარქმევით, რომ მე უკვე დიალოგს ვიწყებ ჩემ თავთან,
მე იმიტომ კი არა რომ მე ვაწყნარებ ჩემ თავს ამ პერიოდში, არა, ჩემი პირველი გეგმაა, რომ ჩემი წინატვინი ის prefrontal cortex-ი ავამუშავო. რომ იმან მომცეს საშუალება, რომ ეს ზუსტად შევაფასო ჩემი რეალობა, ჩემს გვერდზე რაც ხდება. ეს არის გზა, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ ცეცხლს გარედან შევხედო, იმის ნაცვლად, რომ მე მასში დავიწვევი. ფაქტიურად რეალობისკენ მოვყავარ ისევ. მეორე შფოთვა ყოველთვის მომავალშია გადასული. ყოველთვის ფიქრობს, რომ რაღაც მოხდება, რაღაც ცუდი მოხდება, ან რაღაც კატასტროფა დაიწყება. და ის ზუსტად ეს მომავალზე ფიქრი არის კოგნიტიური მხარე. ეს აკეთებს საფრთხის გადაჭარბებულ შეფასებას და შენ იწყებ რუმინაციას. როდესაც ეს ხმა იწყებს მუშაობას, აი ამ პერიოდში მე ვაკეთებ იმ გამიჯვნას, ისევ ჩემ თავთან საუბარს, რომ ეს აღქმულ საფრთხეს და რეალურ საფრთხეს შორის შევქმნა მანძილი. იცით კარგი რა არის? რომ შენ თავთან საუბარი, მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ყველაზე ძლიერი რაღაცაა. ცადე. ჩვენ თავს უნდა ვესაუბროთ. ჩუმად კი არა, თუნდაც ხმამაღლა. და ყველაზე კაი ის არის, რომ 2026 წელს ყველას რაღაცა აქვს ყურში გარჭობილი და ამიტომ ქუჩაში რომ დადიხარ და შენ თავს ესაუბრები, არავინ არ იცის შენ თავს ესაუბრები თუ ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრები. ამიტომ ამის პრობლემაც ნუ გექნებათ. მაგრამ შენ თავს ეს საუბარი ყოველთვის მე მეხმარება, რომ დავსვა შეკითხვა. ახლა ამ წუთას, ამ წამს ჩემს სიცოცხლეს აქვს რამე საფრთხე, თუ ეს უბრალოდ ჩემი ნერვული სისტემა არის, რომელიც მომზადებს რაღაც მომავლისთვის. აი ფაქტიურად შეიძლება მიხვდი ახლა ამ პერიოდში აი ეს ფაქტორი როგორ ხდება, ხო? ნერვიულობა ფაქტიურად არის დამხმარე მონაკვეთი ამ პერიოდში. ის გეხმარება, რომ მზად იყო. მაგრამ როდესაც ხდება prolong, აი გრძელვადიანი და როდესაც ის გამუდმებით მიმდინარეობს, აი მაშინ არის პრობლემა. ამის შემდეგ მესამე საფეხურსაც ვიღებ მე. როდესაც მე ვგრძნობ, რომ ავტონომიურ სისტემა, ნერვული სისტემა უკვე დაძაბულია, კუნთები დაჭიმვას იწყებს, აჩქარებული გული იხნება, ზედაპირული სუნთქვა მეწყება, მე ვიცი, რომ უკვე ფიზიოლოგიური ჩართვა არის დაწყებული. აი ამ პერიოდში მე ვიყენებ სუნთქვას. და სუნთქვას იმით, რომ მე ვაწყნარებ. არა, ეს შეცდომით თქვი სიტყვა ვაწყნარებ. ვანელებ სუნთქვას. შენელებულ სუნთქვას ვიწყებ და აი ამით მე მექანიკურად წევ შინაგან განგაშს ქვემოთ. მაგრამ ასევე არ შეიძლება რომ არ ვახსენო, რომ ზოგჯერ მხოლოდ ეს ინსტრუმენტები არ არის საკმარისი. და ეს ყველაფერი ნორმალურია. ბევრი ჩვენგანისთვის შფოთვის ხმა იმდენად აწეულია, რომ მხოლოდ ეს საფეხურები, ეს ფიქრები მას ვერ გამართავს. და ეს არ არის სირცხვილი. ეს პირიქით მისაღებია, რომ ფარმაკოლოგიური ჩართვა მოხდეს ამაში. ძალიან ხშირად კლინიკურ შფოთვაში ეს არის პირველი საფეხური. გაჩნია რა დონეზე არის შფოთვა გამოხატული. ესენი გვეხმარებიან სტაბილიზაციას გვექმნიან. მაგრამ ასევე ხშირად ესენი არიან მოკლევადიანი დახმარება. აი მაგალითად ბენზოდაეზეპინის ჯგუფის მედიკამენტები ძალიან სწრაფად ამცირებენ სიმპტომებს, მაგრამ ასევე უმრავლესობა კვლევა აჩვენებს, რომ 4 კვირის შემდეგ ისინი ფაქტიურად უკვე შფოთვის პანიკის სიმპტომებზე აღარ მუშაობენ და უკვე მათზე დამოკიდებულება მიმდინარეობს.
ამაზე კიდე უფრო დაწვრილებით ვიტყვი, როგორ ხდება, რანაირად ხდება. კიდევ ერთხელ, არასდროს არ უთხრა რომ დაწყნარდი. დამიჯერე. რაც ეხა დაგანახე, ის ზუსტად მაგას ცდილობს. და შენი ეს წინადადება პირიქით აძლიერებს მათ მდგომარეობას. იმიტომ რომ შენეუბნები, რომ ისინი რასაც ცდილობენ, რომ კატასტროფას არ შეუთანხმდნენ, ვერ აკეთებენ სწორედ. ფაქტიურად შენ იმათ ტოვებ ამ წრეში. ყველაზე უკეთესი რაც შეგიძლია არის ის, რომ აქ ცნობირო რომ შენ მათ გვერდზე ხარ და თუნდაც მათთან ერთად შეანელე შენი სუნთქვა. შფოთვის გააზრება. რატომ მინდოდა ესე დამეწყო და გამომეყო ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ უფრო დაგვეხმარება უფრო მწვავე გამოცდილებისკენ, რომელსაც პანიკური დარტყმა ატაკა ქვია. თუ შფოთვა არის დამდგარი წყალი, რომელიც ნენლა იმატებს და ეს იზრდება, ეს ღელვა, პანიკა არის უეცარი ცუნამი. ის უკვე უზარმაზარი მოდის. პანიკური შეტევის სიმპტომები გამოიხატება ფიზიოლოგიურად. ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, რომელიც ძალიან გსგავს სერიოზულ სამედიცინო მდგომარეობებს, მათ შორის კარდიოლოგიურ პრობლემებს. თუ ვინმეს ამ სიმპტომების პირველად განიცდით, ან თუ არსებობს რაიმე ეჭვი, აუცილებლად სამედიცინო მდგომარეობა უნდა გამოირიცხოს პირველ რიგში. ეს არ არის ის საკითხი, რომლის მინიმიზაციაც დავარდნად შეიძლება. არ მიხედვა შეიძლება. აუცილებლად პირველი გასაუბრება მოახდინეთ მედიცინის ჯანმრთელობის წარმომადგენელთან. მათი დახმარება ყოველთვის იქნება პირველი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სამედიცინო მიზეზებს გამოვრიცხავთ, მაშინ მე შემიძლია გაგიზიაროთ, როგორ მოვახდინოთ პანიკური ატაკების გაზრება, როგორ შევხედოთ და რა არის ის სინამდვილეში. მაშინ როცა შფოთვა ჩვეულებრივად ხანგრძლივია და მომავლის მოლოდინზე ორიენტირებულია, პანიკა მწვავე და ეპიზოდურია. მე ძალიან ხშირად სტუდენტებს ყოველთვის ამ მონაკვეთს ვასწავლი ხოლმე. განსხვავებას ამ ორ შორის. სამი განზომილებაა მთავარი. ეს არის დაწყება, ხანგრძლივობა და ინტენსივობა. პანიკური ატაკები შეიძლება დაიწყოს უცებ. არაბეზე არ ფიქრობდე, არსად არ იყო და უცებ შეიძლება დაიწყოს. ხანგრძლივობა ეს უცებ იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთიდან 10 წათამდე, არ 30 წუთამდე. ინტენსიურობა, როგორც აღვნიშნე, ძალიან რთულია. შფოთვა შეიძლება დღეები გრძელდებოდეს. ძალიან ხშირად არის, რომ პაციენტები იძახიან, რომ ყოველდღე პანიკური ატაკები მქონდა, ყოველდღე პანიკურ ატაკაში ვიყავი. და ეს არის, რომ განათლება და შესწავლა გვეხმარება იმაში, რომ დავინახოთ, რომ ჩვენ შფოთვაში ვიყავით, ვიდრე პანიკურ ატაკაში ვიყავით, ეს დღეების განმავლობაში. პანიკური შეტევა თავისთავად ცალკე დაავადება არ არის. ის უფრო სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც ძალიან ხშირად სხვადასხვა შფოთვის აშლილობის დროს შეიძლება გამოვლინდეს. ძალიან ხშირად ამ პერიოდში ადამიანს გონია, რომ გული შეტევა აქვს. ან ყდება, ან ჭკვიდან იშლება. და ის ფაქტიურად ცდილობს, რომ გაიქცეს იქიდან, სადაც ეს დაემართა. ეს ყველაფერი დიაგნოზურად იქცევა
იმის შემდეგ, როდესაც ადამიანს უჩდება შიში, რომ ეს კიდე გამეორდება. აი პანიკური აშლილობის დიაგნოზი არის ზუსტად ჰოლმარკი არის ეს, რომ ადამიანს აქვს შიში, რომ ეს კვლავ გამეორდება. და ადამიანმა არ იცის, როდის ან სად მოხდება ეს მომენტი, მომდევნო შეტევა. ამიტომ მუდმივად არის დაძაბული და ელოდება, რომ რაღაც ეს მოხდება. ის კი არა, რომ მომავალს რაღაცა ცუდი მოხდება, ელოდება, რომ ეს პანიკური შეტევა მოხდება ისევ. ძალიან ხშირად ეს ადამიანები იწყებენ იმ ადგილების და იმ სიტუაციის არიდებას, რომლებსაც უკავშირებენ პირველ პანიკურ შეტევას. ამან შეიძლება იმდენად შეზღუდოს მათი ცხოვრება, რომ სამუდამოდ საბოლოოდ გარეთ გამოსვლის შიშიც გაუჩნდეთ. აგოროფობია ქვია ამას, რომ გარეთ გამოსვლის ეშინიათ. პანიკური აშლილობის მართვა ორფაზიანია და ორფაზიან მოდელით ხდება. პირველი ფაზა, პირველი ნაბიჯი არის ფოკუსირებული სიმპტომების დავარდნაზე და სტაბილიზაციაზე. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად, თუ ყოველთვის არა, ფარმაკოლოგიური ჩარევაა მიზანშეწონილი. ზუსტად ის ბენზოდაეზეპინებს შეუძლიათ სიმპტომების სწრაფი შემცირება, მაგრამ მათი გამოყენება არის მოკლევადიანი მკურნალობა, რადგან ტოლერანტობა და დამოკიდებულება ძალიან მაღალი რისკია ამ პრეპარატებთან ერთად. ბოლო კვლევამ მოგვცა ესეთი კლინიკური გაიდლაინი, რომ ამის გამოყენება, რეკომენდაცია არის, რომ ამის გამოყენება მაქსიმუმ 2-დან 4 კვირის განმავლობაში მოხდეს. და მიზეზი ამის არის ის, რომ 4 კვირის შემდეგ სიმპტომების გაუმჯობესება ფაქტიურად ძალიან მცირდება, მაგრამ დამოკიდებულების რისკი სასწაულად იზრდება. მეორე ფაზა მოიცავს ფსიქოლოგიურ და ქცევით ინტერვენციებს, რომლებიც ცენტრალურ როლს ასრულებს ამ შემთხვევაში და ის გასწავლის, რომ განმეორებით შეხვიდე შეეხო იმ ადგილებს და იმ სიტუაციებს, სადაც ეს პირველად მოხდა. ძალიან შეიძლება ეს ხდებოდეს უბრალოდ ფიქრში, ან ზუსტად იმ ადგილასაც. აი ამ პერიოდში ადამიანს უკვე შიში უვარდება. ნერვული სისტემა თავიდან იწყებს სწავლას, რომ კატასტროფული შედეგები ყოველთვის არ დგება. ბოლო ჯამში, რომ გავაერთიანო, პანიკური შეტევები ისეთი საშიში არ არის, როდესაც სამედიცინო მიზეზები გამოირიცხება. ისინი არის ინტენსიური, დამთრგუნველი, მაგრამ მათზე მუშაობა შეიძლება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. როგორ შევძლებთ ამის აღიარებას ჩვენ თავში, როგორ ვიპოვით, ან მივაკითხავთ დახმარების ადგილს და პირველ რიგში თქვენ ყველას ჩემთან ერთად. ჩვენ mindset-ის ოჯახს, რომ ჩვენ როგორ დავანგრევთ ამ სტიგმას. ჩვენ როგორ შევცვლით mindset-ს, რომ ყველამ დაიწყოს, ან ყველას კონდეს იმის საშუალება, რომ თავის თავში არ დამალოს. არც შფოთვა და არც პანიკა არ ნიშნავს დამარცხებას. ეს ყველაფერი არის სისტემა. სისტემა, რომელიც ცდილობს, კი ძალიან ხშირად ზედმეტად აგრესიულად, რომ დაგვიცვას. აი ევროპაში და ამერიკაში შფოთვითი აშლილობის დიაგნოზს არ უყურებენ როგორც როგორ არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ძალიან ხშირად გამიგია საქართველოში. გიჟებს უნივერსიტეტებში და სამსახურებში ამ დროს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს შფოთვა, ძალიან დიდ შეღავათებს უკეთებენ. მაგალითად, უნივერსიტეტში დამატებითი დრო აქვთ მათ გამოცდებზე. სამსახურში დისტანციურ მუშაობის უფლებას აძლევენ.
ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებას ესმის, რომ შენი ნერვულ სისტემას ახლა დამატებითი რესურსები სჭირდება. და ეს რესურსები შეიძლება ყველა ჩვენთაგანისგან მოდიოდეს. იმედია, რომ კიდე ერთხელ დაგანახე და გაგიზიარე, რომ რატომ არ უნდა შევხედოთ ამას ყველაფერს, რომ ის ადამიანი ვერ ცდილობს დაწყნარებას. თუ შენ საკუთარ თავთან ან ვინმეს, ვინც პანიკა აქვს, დახმარება გინდა, მოდი ამასაც გაგიზიარებ, სანამ ამას დავასრულებთ. პირველ რიგში, რასაც მე პირველად ვიყენებ, ეს არის, რომ სახელი დავარქვათ, თუნდაც შენ თავში ან შენ ირგვლივ. რომ თქვი, რომ ეს არის პანიკური შეტევა. ეს ჩემი ნერვული სისტემის დისრეგულაციაა. მე ვიცი, რომ ეს გაივლის, მაგრამ ამჟამად ძალიან მიჭირს. შემდეგი გადადის სუნთქვის კონტროლში. პანიკის პერიოდში, ან ჩვეულებრივ ყველა პერიოდში, მე მაგალითად ვიყენებ 5-2-5. 5 წამით, 5 თვლით ჩასუნთქვას ვაკეთებ, 2 წუთი. 2 წამი, რატო ვიძახი წუთს, 2 წუთის გაჩერება არაფრით არ შეიძლება. 2 წამი აჩერებ სუნთქვას და მე 5 წამით გამოსუნთქვას აკეთებ. ეს ასევე არა მხოლოდ ანელებს სუნთქვას, არამედ ასევე აძლევს twin signals, რომ საფრთხე არ არსებობს. პანიკურ ატაკებში ყველაზე კარგი ტექნიკაა grounding-ი ქვია, რომ შენ დაბრუნდე რეალობაში, დამიწება. ეს არის 5-4-3-2-1 ტექნიკა. და ეხა აგიხსნი რა ხდება. თუ შენ ვინმეს გვერდზე ხარ, რომელსაც პანიკური ატაკები გაქვს, როდესაც დაინახავ, რომ სუნთქვის რეგულირება დაიწყო, ეს დაეხმარება ძალიან 5-4-3-2-1. დაასახელებინე ადამიანს 5 საგანი, რომელსაც ხედავენ. შემდეგ 4 საგანი, რომელსაც ეხებიან. 3 ხმა, რომელიც ესმით. 2 სუნი, რომელსაც გრძნობენ და 1 გემო, რომელსაც გრძნობენ ასევე. ეს შეიძლება რამდენჯერმე გაიმეოროს ადამიანმა. ეს ყველაფერი ფიზიკურად ეხმარება მათ. ასევე, თუ თქვენ ხართ ისეთ ადგილას, სადაც ცივი წყალი ან ყინული არსებობს, ეს ყვინთლის რეფლექსიას აძლიერებს. აი ზუსტად ეს შეგიძლია შენ გაუკეთო იმ ადამიანს, რომელიც ამ მდგომარეობაშია. გახსოვდეთ, რომ მიზანი არ არის ამ სისტემის განადგურება, არამედ მისი გაგებაა მთავარი. როდესაც ჩვენ გვესმის რა ხდება ჩვენ თავში, ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ნაკლებად საშიში ხდება და ჩვენ უფრო ძლიერები ვხდებით. გამოვიყენოთ ყველა ტექნიკა, რომელიც გვჭირდება და დავეხმაროთ ერთმანეთს. და პირველ რიგში ჩემო საყვარელო მსმენელებო, შევცვალოთ mindset-ი ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ვართ ისეთი, როგორიც უნდა ვიყოთ. მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე.